აბსოლუტურად პოზიტიურია და კარგია რუსეთის შესვლა მეტეოში. აი ის გოგონა იბრძოდა ძალიან და ძალიან ხოთ, აი მიეცით იმას. ერთი წამი რა ყველას აი რა პატივი ეცით ერთმანეთს ძალიან გთხოვთ. ტრიპოლსკის ნუანერულებს ძალიან გთხოვთ. არა, რა პრობლემა ერთი წუთი მოვისმინოთ, წარმოადგინეთ თქვენ თავი. ტელეკომპანია იმედი ლიკაბერაია პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ მიკროფონი არავისთვის არ წამირთმევი და თქვენმა თანამშრომლობთ მომეწოდა თქვენ ეს თქვით და რაც შეეხება გამოჩნდა კარგით. დიახ, რაც შეეხება კითხვას ბატონო ბიძინო თქვენს პირველ ინტერვიუში ბრძანეთ რომ პირობთ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. გულაპირობთ რომ მოახდენს თქვენ ასევე ისიც ბრძანეთ რომ პუტინისგან დემოკრატიულ რეფორმებს ელოდებით. რა გაძლევთ ამ განცხადების გაკეთების საფუძველს და თქვენ რას თავაზობთ პუტინს? მოგახსენებთ. რაც შეეხება დემოკრატიული რეფორმების ლოდის, ეს ჩემი სურვილია, ბოლოდან დავიწყებ თქვენს კითხვას და როგორ მოახერხებს ამას ჩვენ ყველანი ერთად დავინახავთ. რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, რომელსაც ჩვენი მოსვლის შემდეგ ჩვენ ისერად დავიწყებთ. მე არ მაქვს ილუზია, რომ ეს იქნება იული და არც განსაკუთრებული ფორმულები გამაჩნია. მე დიდი იმედი მაქვს ინტერესთა თანხმდრის. რა თქმა უნდა, ინტერესების დალაგებაზე როცა ჩამიგითხეთ, ალბათ ხედულობაში გაქვთ პირველ რიგში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მდგომარეობა, რაც ჩვენ დღეს გაგვაჩნია. ერთადერთი და ერთადერთი არა, ძირითადი რის იმედის მე გამაჩნია, რომ მოხდება ინტერესთა თანხმდრა. ესეთ სიტუაციაში ყოფნა დღეს მოგეხსენებათ აფხაზეთისა და დე-ფაქტო ოსეთის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების ჩემი აზრით არც რუსეთისთვის არ არის სასარგებლო საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობას ეს ძალიან ხელშეუშლის რუსეთის და ამავდროულად კავკასიის რეგიონი მოგეხსენებათ არის ფეთქებადი რეგიონი და რუსეთის შიდა უსაფრთხოებისთვისაც ეს არ იქნება საინტერესო. ძირითადი ესაა იმედი, რაზეც ვაკეთებ აქცენტს. კარგი, აგერ არის. კარგი. დამშვიდით, თუ შეიძლება. დამშვიდით, ერთმანეთს ეცით პატივი რა, თუ შეიძლება რა. ამოხდა ვერ. თქვენ მარტო სააკაშვილის იმედი არ უნდა იყოთ, თქვენ უნდა იყოთ ქართული ხალხის იმედი. სხვებსაც მიეცით სამომავლო. დავით იმჭედელზე მედიაჯი საშუქებს მედიის მოვლენებს, ქართული მედიის მოვლენებს. ამიტომ მე ამ თემას არ გადავუხდით. თუ არ მოგიხსნიათ, თქვათ, ის შეთავაზება, რაც პირველ განცხადებაში ჰქონდათ მედიას საშუალებების შესყიდვასთან დაკავშირებით. ეს კითხვა, იმიტომ რომ ადამიანი, ესე იგი, პიროვნება, რომელიც ქმნის პარტიას, კანონით კრძალავს ის მედიას საშუალებას. კონფერენციას დაგვანახა, რომ თქვენი თანამშრომლობა, თქვათ, ნაციონალურ არხებთან ცოტა ეს რთული იქნება, ამიტომ რა რესურსები გაქვთ თქვენ და თქვენს გუნდს იმისთვის, რომ თქვენი მესიჯი მიიტანოთ მაგალითად რიგით ამორჩევლამდე. რისით გამინდა ამით. გავიგეთ და მოგახსენებთ. მე კარგად გავიგეთ თქვენი შეკითხვა. პასუხი არ გაინტერესებთ. მე კარგად გავიგეთ. პასუხი არ გაინტერესებთ. თქვენ კითხვაზე ხო უსმენდნენ ადამიანს. რატომ არ გამათებით? ასვეს კითხვა და დაიცადეთ და მე მოგცემთ კიდე. თქვენ ხო ჩამეკითხეთ, თქვენ ხო შემეკითხეთ. ეხლა არ გას ეს პასუხი. თქვენი კოლეგა არ უპასუხებია. მოგეთ მე კარგად ვაცნობიერებ და თქვენც კარგად ხვდებით დღევანდელ სიტუაციას მედიასთან დამოკიდებულებით. რის იმედიც მაქვს მე ძირითადი იმედი არის ის, რომ
სიჩუმე თუ ხედავთ ცდილობებისა ჩემი გამოსვლიდან და მანამდე პოლიტიკურ არენაზე და უფრო ადრეც მე კარგად ვასმაგერებ. მე ძალიან კარგად ვიცნობ საქართველოს მოსახლეობას. ძირითადი მესეჯი საქართველოს მოსახლეობამ უკვე მიიღო და შეზღუდული მედია საშუალებებით და მე არ მაქვს იმის განცდა რომ რაღაც სასაული მოხდება არჩევნებამდე და ან რუსთავი 2 ან ჩვენი იმედი ან პირველი არხი შეიცვლის პოზიციას, მაგრამ ძირითადი მოხდა და მე ვიცი კარგად საქართველოს მოსახლეობა არის ზენი და კარგად გაიგეს ჩემი პირველი განცხადებები ყველამდე მივიდა ეს და ყველას მოეცა იმედი გაჩნდა კონკურენტულიანი პოლიტიკური გარემო და ჩვენ ასეთი საშუალებებითაც მოახერხებთ მივიდეთ არჩევნებამდე და აუცილებლად გავიმარჯვებთ. თვალებში ვერ გიყურებთ. ძალიან ხო დამშვიდით რა დამშვიდით. აქეთაც გაიხედა, აქეთაც გაიხედა. ახლა აქეთ გავიხედა, რა საერთოდ აი ესე უნდა გავიხედა. დაწნადით. თქვენ ძალიან გირჩევთ რომ დაწნადით, პატიეცით. თქვენ პროფესიას ერთით პატიეცით. თქვენ კოლეგებს ხოდას ერთით. ნახეთ რამდენი ხალხი ბატონობიძინა თუ აგერ ამ ადამიანს ვერ ბატონობიძინა ძალიან ბევრჯერ ახსენეთ და გავიხედა. ისეთი კუთხით ახსენეთ, რა ვიცი, აი ამ წუთებში ხარ პირდაპირ ეთერში. კი ბატონო. კობერძე ტელეკომპანია არა, უნდა გიპასუხოთ, ერთიც უკაცრავად. პირდაპირ ეთერში რო ვარ, ეს არის თქვენი დამსახურება, ეს არის თქვენ ხართ საზოგადოებრივი არხი. მე ვარ საზოგადოებრივი წევრი. მაგრამ მე მატრიქსში საზოგადოებასთან ერთად ვაფინანსებ თქვენ ტელევიზიას. ეს არ არის თქვენი ტელევიზია. ეს არაა სააკაშვილის ტელევიზია და დაწნადი ძალიან ხო. ბატონებიძინა, კანონმდებლობით არანაირი ვალდებულება არ არსებობს ერთი და მეორეც ერთი. ტელეკომპანია კავკასია გიორგი კობერიძე ბატონობიძინა თქვენ გაურბი ხართ ბატონებიძინა კითხვებს და პასუხს არცემთ პირდაპირ. თუ კი ბატონობიძინა თქვენ არჩევნებში მონაწილე არ მოგეჭათ მოქალაქეობა და არ მოგეცათ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. უფრო კონკრეტულად რო გითხრათ, რას აპირებთ შემდეგ? იქნებით პასიური დამკვირვებელი თუ როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე ბიზნესმენი, ესე ვთქვათ, სხვადასხვა დემოკრატიის განვითარების მიზნით სხვადასხვა ფინანსებთ. მოგახსენე. ეთერი მიდის კიდე. მე ჩამომართვეს უკანონოდ მოქალაქეობა, მაგრამ ვერ ჩამომართვენ ქართველობას და ვერ დამიკარგავენ სამშობლოს სიყვარულს, რაც მე ძალიან დიდად გამაჩნია. არანაირი ქმედება და ვერანაირი ქმედება უკანონოდ უკანონიერი სააკაშვილის ჩვენ ვერ შეგვიშლის ხელს მივიდეთ არჩევნებამდე და გარწმუნებთ რომ ჩვენ არჩევნებში შევცვლით სააკაშვილის მთავრობას. ბატონებიძინა